წყალში ატარებდა. ფეთს აჭროდა, იალერსებოდა, ჰამყებოდა, მოკლედ ცივნიოს არ აკარებდა. აბა, მზარხაც შემოწიწინებო? დიახ, დიახ. შიშმა შეიპყრო მელაგება. წიწილების სიცოცხლესა და მის ღირსებას დიდი საფრთხე დაემუქრა. ხის კანონით მელას აქცელი სასტიკად ისჯებოდა. ეს ცხოვრება ძნელია, მეღარნელია, მარტო დამეხედები უკვე აწიწელია.
შენი დიდი პაპა ერთად დავბოდით საქართველოში. დიდი მონადირე იყო პაპაში, დიდი. ლუკმაკუს ისე არ გადაყვაყავდა, ვინმესთვის რომ არ გაიყო. არ დაივიწყო ის გვარისახარ. არა, ჩემო ბატონო, არა. ჩიტმა ამბავი მომიტანა. ჯულს გალატავს რომ არ მჯერო. ჭორებს მიყრიან, ბატონო, ჭორებს. მეცასაფი. მეცას. მაგრამ იცოდე, თუ სიმართლე გამოდგა, მაგ ფუნფულაკუც საქვეყნოდ მოჭრიდა ქათმებს მიგუძებს საკენკარ. ახლა კი წადი. ეციმელა სიტყვება, ჯირში მოამწყვდნა მელაკდა. წიწილების გადასარჩენად ერთადერთი გზა ჰქონდა, დღეს უნდა განეიდენია. ასეც მოიქცა, როდესაც თხის ყველა ბინადარს მშვიდად ეძინა, წიწილების ორგან გამოაყარა და განთიადისას აისას კანდა მოსმიახა. აისო. რომელი? შენ ხარ? აკი მოლეგდით? რა ვიცი. ჩემი შვილები მინდა მოგაბაროთ. არა, რას ამბობ? ხომ გადაწამეს მთელი საქართველო. ცოტა ხნით. არა გენაცვალე, არა. მოიცა, თქვენ ვერ მივხვდით. მოიცი აქეთ, მოიცი. რაო? აბა, სად არია? ციფა, მოდი. რამხელები გაზდილან? ჩაიბარეთ, მაგრამ იცოდეთ, რომელიდეს ერთი ბუმბული მაინც რომ ჩამოვარდეს, მთლიანად გავწყვეტ თქვენს საქართველოს და თქვენს ნაგებგვარიებს ერთიანად გავანადგურებთ. შენ არი დარდო, ყველაფერი კარგად იქნება. დიდხანს გასქეროდნენ აისო და კაკანო. ისაკენ საზოდავად მინავანერიას და თან ფიქრობდნენ, რომ თურმე ამაგის სიყვარულს ბადებს, სიყვარული კი თავისთავად მიწლებსაც კი აერთიანებს. ოჩა, ბავშვებო.